თავი მეოთხე. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს. უთხრა: დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისახლების მიხედვით. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე ყველა ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში. ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში. შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დააფარავენ მოწმობის კიდობანს. ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაკს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კედებს. დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს სახველად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე. გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კედებს. აიგებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იღენებენ. გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ. ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კედებს. აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კედებს. ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს. დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ. აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კედებს. როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად, ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან. ელიაზარს აარონ მღვდლის ძეს მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი. თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს. უთხრა: ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის. ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთან დააყენონ. არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაეხოცებიან. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს. დაითვალე გერშონიანებიც მათი მამის სახლებისა და საგვარეულოებების მიხედვით. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე აღრიცხე ისინი. ყველა ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის აკეთებლად. ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად. უნდა ატარონ სავანის კრეცაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი, ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი, ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ. აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე, ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარეს შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია. ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის ხელმძღვანელობით. მერარიანები მათი საგვარეულოებისა და მამის სახლების მიხედვით აღრიცხე. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე აღრიცხე ისინი. ყველა ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის აკეთებლად. აი რისი ტარება ევალებათ მათ. ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში. სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები, მათი ფეხებით ურთ. ეზოს სვეტები ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებით ურთ.
ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი. სათითაოდ აღრიცხვა ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ. ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის ხელმძღვანელობით. აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისახლების მიხედვით. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე ყველა ვისაც სამსახურში ჩადგომა შეეძლო სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. აღირიცხა საგვარეულოთა მიხედვით სულ 2750 კაცი. ესენი აღირიცხნენ კეჰათიანთა საგვარეულოებებში. ყველა ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა, უფლის თითქმით და მოსეს ხელმძღვანელობით. აღირიცხნენ გერშომიანები მათი საგვარეულოებისა და მამისახლების მიხედვით. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე ყველა, ვისაც კი შეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. აღირიცხა საგვარეულოების მიხედვით და მამისახლების მიხედვით სულ 2630 კაცი. ესენი აღირიცხნენ გერშონიანთა საგვარეულოებში. ყველა ვინც კი სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით. აღირიცხა მერარიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების და მამისახლების მიხედვით. 30 წლიდან მოყოლებული 50 წლამდე ყველა ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით სულ 3200 კაცი. ესენი აღირიცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით. ყველა აღრიცხული, ვინც კი აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისახლების მიხედვით. 30 წლიდან მოკიდებული 50 წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება, აღირიცხა სულ 8580 კაცი. უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.